მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოგეხსენებათ მოდის 2026 წელი და ტელეკომპანია ქართული გთავაზობთ რამდენიმე ახალ გადაცემას. მათ შორის გახლავთ ერთ-ერთი ბრწყინვალე გადაცემა ვფიქრობ, რომელიც ასეთი სათაურით გვინდა შემოგთავაზოთ. ქართული კინომუსიკის შედევრები. მინდა წარმოგიდგინოთ დღეს მისი გადაცემის ავტორი და წამყვანი, შესანიშნავი მუსიკოსი, პიანისტი, კომპოზიტორი და კინომცოდნე, ქალბატონი ლიკა ორაგვევიცე. მოგესალმებით, ქალბატონო ლიკა. მოგესალმებით, ქალბატონო, დიდი პატივისცემით. დიდი მადლობა თქვენ და ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ მე თქვენი სახით ვიპოვე პროფესიონალი კინომცოდნე უპირველეს ყოვლისა, რომელსაც აქვს უფლება დაჯდეს აი ამ გადაცემის წამყვანის რანგში. პირველ რიგში მე მინდა ჩემს მაყურებელს თქვენი თავი გავაცნო ძალიან მოკლედ. მე აღნიშნე, რომ ქალბატონი ლიკა გახლავთ პიანისტი, კომპოზიტორი და ასევე კინომცოდნე. მე მინდა ლიას ძალიან მოკლედ ვთხოვო, ოღონდ ძალიან მოკლედ ჩემო ძვირფასო ქალბატონო, რომ ისაუბროთ იმ დიდებულ პედაგოგებზე, იმ სასწაულ ფიგურებზე, რომლებიც თითოეული ქართველისთვის და პირველ რიგში თითოეული ქართველი მუსიკოსისთვის ეს არის რაღაც ღვთაებრივი ფენომენი. ქალბატონი ლია კონსერვატორიაში ჩაირიცხა, როდესაც სულხან ცინცაძე იყო რექტორი კონსერვატორიის. იქ მას ასწავლიდნენ დიდებული ჩვენი მუსიკოსები, ბატონები ალექსანდრე შავერზაშვილი, შემომეშველები ბიძინა ყვერნაძე, ვაჟანი ზარაშვილი, ბატონი თენგი შამლოხაშვილი, რომელიც გაორკესტრებას უკითხავდა. გასაკვირველია, ორკესტრებას გააგრძელა ქალბატონი. დიახ, ნამდვილად უღრმესი მადლობა ქალბატონო ასეთი მამენა, ასეთი ნდობის გამოცხადებისათვის და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. მე ძალიან ბედნიერი ვარ დღეს და ასევე ვიზიარებ თქვენას, რომ მე ნამდვილად წილად და ბედნიერი ვარ, რომ უყოლოდა ისეთი წინვალე კომპოზიტორთა პლეიადა, ასე ვიტყოდი, როგორებიც გახლავთ ბიძინა ყვერნაძე, ბატონი ვაჟა აზარაშვილი, ბატონი ანდრია შავერზაშვილი, ბატონი თენგი შავლოხაშვილი, რომელიც ეხლა ხანს ეს არა საზღვარგარეთი იმყოფება, დიახ, ის ორკესტრობას მასწავლიდა, სულხან ნასიძე, მათთან გავიარე ორკესტრობის საფუძვლები და ბედნიერად თვლი ამ გადასახედიდან ჩემ თავს, როგორც მუსიკოსი, როგორც კომპოზიტორი, მათი მოსწავლე ვიყავი და ძალიან მიხარია, რომ თქვენ გადაცემაში ვიწყებ აი ამ პროექტს, ამ შესანიშნავ პროექტს კინომუსიკა და მისი შედევრები და მე ჩემს ძვირფას მაყურებელს აუცილებლად მინდა უთხრა, თვითონ ეს იდეა ქალბატონი მანანასგან მოდიოდა, ამისათვის ქალბატონ მანანას კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადო, იმიტომ რომ ქალბატონ მანანა მოგეხსენებათ, ეს არის საშვილიშვილო საქმე, ჩვენი განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თავისთავად. რომ თქვენ იცით, რომ ხე ყოველთვის ფესვებით გამოსაზღვრება და ჩვენი მომავალი თაობისათვის ეს გადაცემების რუბრიკა და სერიალი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობისათვის და ამ ხრივ ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ აი ამ საშვილიშვილო საქმეში ერთი საიდუმლოც გავუმხილოთ ჩვენს მაყურებელს, რითი ვიწყებთ პირველ გადაცემას, თემა რა იქნება, თემა მე ვიცი და ვაუზობ ბედნიერი. რა თქმა უნდა, საიდუმლო იყო, მაგრამ რადგან ცოდნად გავხილე შობივა, ამიტომ თამამად შემიძლია თქვა, რომ ეს გადაცემა, პირველი გადაცემა, ეს ორ ნაწილად იქნება ჩვენს უდიდეს კომპოზიტორს, არა მარტო ქართული მასშტაბით. მე ვიტყოდი ამას როგორც კომპოზიტორი, მუსიკის და თქვენს ამაში დამნახოთ ქალბატონო მანანა, რომ ბატონი ერაზლავიძე გახლავთ გუმბერაზი კომპოზიტორი, მსოფლიო მასშტაბის და თუ არა და ბატონ ერაზლავიძეს სხვას ვის ჩავთავდით ჩემს პირველ გადაცემაში და ამიტომაც გადავწყვიტე მისი კინომუსიკა რეზოლავიძის შემოქმედება იმდენად დიდარია და იმდენად ამოუწურავია, გასაკვირველია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის ორ ნაწილად
ორ ნაწილად, ორ გადაცემის ორ ნაწილში ვერაფრით შევძელით, რომ იმდენად ტევადია, რომ ერთ გადაცემაში მოგვექცია ეს ყველაფერს მაყურებელს და მე ვფიქრობ ძალიან ბედნიერი ესეთი გადაცემები კი ელოდება ჩვენს მაყურებელს ნამდვილად. მე სიამაყით მინდა აღნიშნო ჩემო ლიკა, რომ აი ასეთი ფორმატის და ამ შინაარსის გადაცემა ქართულ ტელესურცეში არ არსებობს. და მე ნამდვილად ამაყიდა ბედნიერი ვარ ამით. და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და მადლობა უფალს, რომ გიპოვეთ პროფესიონალი თქვენ რო შესანიშნავი პიანისტი ხართ, მუსიკოსი, მე ამაში არაერთხელ დავწმუნდი, მაგრამ ის რომ თქვენ ხართ პროფესიონალი კინომცოდნე, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აი ამ შემთხვევაში და მე თქვენ გიპოვეთ, მე თქვენ აღმოგაჩინეთ და დიდი მადლობა ამისათვის. უხარ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ჩვენი შეხვედრა იყო ზემოდან დაგეგმილი. აუცილებლად ხალხებმა და მე მინდა ჩაგერთოთ ნამდვილად მე ვფიქრობ ჩვენი მომავალი თაობისათვის ეს არის ნამდვილად დროული შემეცნებითი გადაცემა, რასაც ჩვენი ქართული კინომუსიკა ქვია, ქართული კინომუსიკის შედევრები და მე ვფიქრობ ეს მეტად საშუალო საქმე და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ტელევიზია ქართულ ტელეს და უშუალოდ თქვენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ქალბატონო და მე ვპირდები ჩვენს მაყურებელს, რომ წინ ძალიან დიდი ესთეტიკური სიამოვნება ელოდება იმ გადაცემათა სასწაული და არაჩვეულებრივი ციკლით, რომელსაც წაიყვანს აი ესეთი უმშვენიერესი და უნიჭიერესი ქალბატონი ლიკა ორაბელიძე და დაგველოდეთ იანვრის თვიდან. უღრმესი მადლობა.